ბრალდებულის მხრიდან, ამისი ადვოკატის მხრიდან სამართლისაქმის მასალები, რომელიც ბრალდების ხარისხის მიერ იქნა წარმოდგენილი, უდაოდ იქნა მიჩნეული, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ გარემოებს, რაც მტკიცებულებაში იყო მითითებული, დაეთანხმა ბრალდებული. შესაბამისად, ზეპირად და უშუალო გამოკვლევის წესით აღარ გამოკვლეულა მტკიცებულები და დღეს ბრალდების ხარისხის მიერ დასკვნითი სიტყვა იქნა წარმოქმნილი და სადაც საუბარი იყო იმ გარემოებზე, რომ ბრალდებული და იმ თუ რითი დასტურდებოდა, რომ ბრალდებული თავს დაესხმა პოლიციას მის სამსახურეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. წარმოდგენილი იყო ბრალდების ხარისხის მიერ როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეო ჩანაწერები, სადაც თვალნათლივ ჩანს ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა პოლიციელს. Პაცხადია ზვიად რატიანი და დაცვის მხარე არ ვეთანხმებით წაყენებულ ბრალს. წინა პროცესზე ჩვენ უდაოდ გავხადეთ ბრალდების ყველა მტკიცებულება და როგორც შესავალ სიტყვაში ვთქვით, ერთადერთი, რასაც პროკურატურა დაადასტურებს ამ მტკიცებულებებით, ეს არის ფაქტის ჩადენა ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა, რაც ინტენსივობით გათვალისწინების არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ არც ერთ დანაშაულს, მით უფრო პოლიციელზე თავდასხმას. შემდგომ პროცესზე კი უკვე დაცვის მხარე წარმოუდგენს იმ ვრცელ სამართლებრივ შეფასებას, მათ შორის საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე მითითებით, თუ რატომ ვერ შეფასდება წარდგენილი ბრალი დასაბუთებულად და პოლიციელზე თავდასხმად.